მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის თემაც და სტუმრებიც განსაზღვრა ბიომეტრიის საკომუნიკაციო არხზე შემოსულმა ზარმა. ზარი უკავშირდებოდა მადლიერებას და ორგანიზაცია თანას. საინტერესო თემის ირგვლივ დღეს ბიომეტრიის სტუმარია ქალბატონი სევინარ მამულაძე. მოგესალმებით, მადლობა რომ მოგწანდით. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მოგესალმებით ჩვენ ძვირფას მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან იშვიათი პრეცედენტიც ასევე გვიკავშირდება მოქალაქე და ითხოვს ეთერს მხოლოდ ერთი მიზეზით გამოხატოს მადლიერება და ასახოს ის შრომა, რომელსაც დებთ თითოეული პედაგოგი თანას დღის ცენტრის ფარგლებში. გვიანბეთ ამ ორგანიზაციის დღის წესრიგზე, საქმიანობაზე და შინაარსზე. დღის ცენტრი თანა როგორც ორგანიზაცია დაფუძნდა 2002 წელს. 2007 წლის დეკემბრიდან ჩვენ უკვე დავაარსეთ დღის ცენტრი თანა ქალბატონი ნანა საყვარელიძის ხელმძღვანელობით. თავიდან სულ რამოდენიმე ბენეფიციარი ვყავდა დღის ცენტრში. თითებისკენ გვეყოფოდა 8 ბავშვით დავიწყეთ დღის ცენტრში მუშაობა. შეიკრა ძალიან კარგი გუნდი პედაგოგების, რა თქმა უნდა ჩვენც პირველები ვიყავით ამ საქმეში. ჩვენც გვიჭირდა კარგად დავდიო მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები ვიზია გათვლილი ეს ცენტრი და რა არის თქვენი საქმიანობის სფერო. დღის ცენტრი გათვლილია განსაკუთრებით საჭიროების მქონე ბავშვებზე. დღის ცენტრში მოყვანა ბავშვების ხდება ჩვენთან ტრანსპორტით, ორჯერადი კვებით, გვაქვს ორი პროგრამა 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ რაც ნიშნავს, რომ 18 წლამდე ბენეფიციარების დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო მთავრობის დაფინანსებით და 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების დაფინანსება ხდება ქალაქ ბათუმის მერიის პროგრამით. თითოეული მოყვანილი ბავშვი ჩვენთან ადაპტირდება, იწერება სპეციალური ინდივიდუალური სარეაბილიტაციო გეგმა, დგება მულტიდისციპლინარული გუნდი, მშობელთან შეთანხმებით, წარმოჩინდება მისი ძლიერი მხარეები, გაიწერება პროგრამა, თუ რაზე უნდა ვიმუშაოთ მასთან, ჩართული არიან სპეციალისტები, სპეცპედაგოგი, მუზთერაპევტი, ერგოთერაპევტი, არტ-თერაპევტი, ფსიქოლოგი. ძლიერი მხარის წარმოჩენა ნიშნავს ბავშვს თუ უნარი აქვს, იმ უნარის განვითარება ხდება კონკრეტულად. რა თქმა უნდა, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, 6 თვიანი არის ჩვენთან გაწერილი პროგრამა, გეგმა, რასაც ქვია. თითოეულ ბენეფიციარზე 6 თვის განმავლობაში მუშაობთ. თუ მოხდა ამ მიზნის მიღწევა, რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ თუ შეიძლება ამ მიზნის გაგრძელება და მეორე 6 თვეზე გადანაწილდეს, ისევ სხვა უნარი დაემატოს. თითოეულ პედაგოგს, თითოეულ დასაქმებულ პირის უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული უნარები, განსაკუთრებული ფსიქოემოციური მზადყოფნა და რაც მთავარია გამოცდილება საიმისოდ, რომ წარმართოს სწორად პროცესები. ვინ არიან ის პედაგოგები, ის აღმზრდელები და ზოგადად პერსონალი, ვინც თავს უყრის ერთგვარ სიკეთის თაიგულს, რასაც ეწოდება თანა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ თანას გუნდის პედაგოგები. მართლაც წარმატებული ქალბატონები არიან, მოსიყვარული ამ ბავშვებს ჩვენს მიმართ სითბო და სიყვარული რო არ ქონდეთ, ისინი არ წამოვლენ დღის ცენტრში. დამიჯერეთ შაბათ-კვირის მოსვლა არ უხარიათ ბავშვებს, იმდენად წუხან. უხარიათ ჩვენთან მოსვლა, უხარიათ ყოველი დღე, გვეფერებიან, ჩვენც ასევე დიდი სითბოთი პასუხობთ ამ ყველაფერზე და ვფიქრობ, რომ არა ჩვენი გუნდი არ დაიგეგმებოდა ის ლამაზი კულტურული ღონისძიებები, რომლებიც სულ რამოდენიმე დღის წინ ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მადლობა მინდა გადაუხადო უნივერსიტეტის რექტორს, რომელმაც დაგვითმო ჩვენ დარბაზი და ჩატარდა პატარა საჩვენებელი კონცერტი. ისეთი მობილიზებულები იყვნენ ბავშვები, კულისებში მათი ხმა არ ისმოდა.
იმდენად სწორად, გათვლად ელოდნენ მათ რიგს. ახსენებდნენ ერთმანეთს, რომ აი ამ სიმღერის შემდეგ შენ უნდა იყოს ზოგს მეტყველებაც უჭერს დამიჯერეთ, ზოგი ეტლით მოსარგებლია ჩვენთან 60-მდე ბენეფიციარია, დაახლოებით 20-მდე ეტლით მოსარგებლე ბავშვია. უნდა გენახათ, როგორ მობილიზებულად გაყავდათ ეტლიანი ბავშვები, მეორე ფეხით მოსიარულე ბავშვებს, დგებოდნენ ერთმანეთის გვერდ და ასრულებდნენ იმ ნომრებს, რომელიც წინასწარ მოხდა, რა თქმა უნდა, ჩაწერა, მაგრამ დამიჯერეთ ეს ყველაფერი მათი შემოქმედება, აი მათი ყოველდღიური შრომის ნაყოფია. და თქვენ რიცხვები ახსენეთ, ქალბატონო მზევინა, რომ 5-6 ბენეფიციარით დაიწყეთ საწყისში. რა ვითარება სტატისტიკაში, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა და რაც მთავარია, გაიზარდა თუ არა ნდობა. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ის საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში არ ვიყავით ის საზოგადოება, რომელიც შორს იყოს სტიგმებისგან. ჩვენ ძალიან გვიჭირდა აღიარება, ჩვენ ძალიან გვიჭირდა ნდობაც. და ძალიან ხშირად გვეგონა, რომ თუ მიკროსოციუმს და მიკროკლიმატს შევქმნიდით ჩვენი ოჯახის წევრს, ასე უფრო დავიცავდით მის ინტერესებს და ყოველდღიურობას. რა ვითარებაა დღეს ამ მიმართულებით? ან გჭირდებათ თუ არა გაფართოება იმისთვის, რომ სრულად უპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომელიც რიცხობრივად დგას მას შემდეგაც ამ ცენტრის სახელი, სანდოობა და რეპუტაცია ამდენად მაღლაა დღეს. ჯერ კიდევ მაშინ 2008 წელს რო დავიწყეთ ჩვენ მუშაობა, ქონდა ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი ქალაქ გარეთ, ეზოთი, ძალიან კარგი ეზოთი, ოღონდ ქირით აღებული. 2013 წელს სახელმწიფო გადმოგცა ჩვენ უზურპრუქტით შენობა 4 სართულიანი კეთილმოწყობილი ეზო ძალიან კარგი სივრცით. მაგრამ იყო რაღაც არემონტო სამუშაოები ჩასატარებელი, ეს რა თქმა უნდა შემდეგ მოხდა ამ შენობის გარემონტება, არ შეიძლება არ აღნიშნოთ თურქეთის სახელმწიფოს ორგანიზაცია TIKA, რომელმაც სრულად გაგვირემონტა შენობა, უზრუნველყო ყველანაირი ადაპტური ეტლით, პანდუსით, გარემონტდა კაბინეტები, შესასვლელი, სასადილო, კლასები, კეთილმოეწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როგორც აღნიშნეთ, რაოდენობა ბენეფიციარების მცირე იყო, დღეს უკვე 18 წლამდე ბენეფიციართა რაოდენობა დღის ცენტრში 30-მდე ავდივართ და ქალაქ ბათუმის მერიის პროგრამით 45-მდე ბენეფიციარის ყოლა შეგვიძლია. მოთხოვნას, რიცხობრივ მოთხოვნას პასუხობთ, თუ არის დანაკლისი იმის გამო, რომ ან ტექნიკურად, ან ინფრასტრუქტურულ ნაწილში გაქვთ გამოწვევა და შესაძლოა კონკრეტულ რიცხვზე ხართ შეჩერებული და მობილიზებული. საკმარისია ის, რაც გაქვთ ახლა საიმისოთ, რომ გააგრძელოთ ნაყოფიერი მუშაობა. აი შენობა სრულად აკმაყოფილებს ამ ბავშვების რაოდენობას, ყველანაირად უზრუნველყოფთ. მხოლოდ ერთი საგვაქვს პრობლემა, აი ტრანსპორტის მხრივ. ჩვენ 2024 წელს შეგვიძინა აჭარის მთავრობამ მიკროავტობუსი, აი დღესდღეობით ერთი ავტობუსი არ არის საკმარისი და სასურველი იქნება მეორე ავტობუსის ყოლა. ჩვენი პედაგოგები პარალელურად გადიან სხვადასხვა ტრენინგებს, ესწრებიან სხვადასხვა სემინარებზე, რომ განვითარდნენ, ისწავლონ მიდგომა ამ ბავშვებთან მუშაობის. და ვფიქრობ, რომ არა მათი ცოდნა და სიღრმისეული მიდგომა ამ ბავშვების მიმართ, ისინი არ იქნებოდნენ კმაყოფილი, არც მშობელთა ჩართულობა არ იქნებოდა, არც მომართვიანობა არ იქნებოდა. საზოგადოება ალბათ არის დღეს კიდევ არ არის მზად, მაგრამ იმ დონემდე მივედით, რომ საზოგადოებაში ამათი ინტეგრირება აუცილებელია, სკოლაში ჩართვა აუცილებელია. როგორ არ არის სტიგმა, მაგრამ ბავშვები სწავლობენ ფუნქციურ უნარებს. ის უნარები, რომელიც მათ ყოველდღიურობაში გამოადგებათ. უნარები, ყიდვის უნარი, საოჯახო საქმეები, ელემენტარული მოწესრიგება,
პირადი საკითხები, პირადი ჰიგიენის საკითხები, ხელის დაბანა, კარადის დალაგება, კლასის მილაგება, აი ეს ყველაფერი ნელ-ნელა რა თქმა უნდა, მაგრამ ეტაპობრივად მიღწევადია ამ ბავშვებთან, მათთვისაც სახალისოა ეს აქტივობები და ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ამ უნარის დახვეწამდე და ჩამოყალიბებამდე. უნდა შევეხოთ იმ ნაწილს, მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც მშობლები წარმოადგენს და ოჯახები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძლიერ მშობლებს. რომ არა მათი გვერდში დგომა და ნდობა, ფიქრობ ეს ბავშვები დღეს კიდევ სახლში ექნებოდნენ და არ ივლიდნენ ჩვენთან დღის ცენტრში. დიდია მათი მხარდაჭერა. მხარდაჭერა დღის ცენტრში არსებული ღონისძიებები, თუ როცა იგეგმება, ან ქალაქგარეთ გაყვანა, ან კონცერტები, პროექტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, დიდია მათი გვერდში დგომა და ჩართულობა მათი. ყოველდღიურად სატელეფონო ზარით ვუკავშირდებით, ვაცნობთ მშობლებს ჩვენი მუშაობის აქტივობების შესახებ. მოდიან სტუმრად ჩვენთან დღის ცენტრში, გვაქვს მშობელთა დღე, თვეში ერთხელ შეუძლიათ მოვიდნენ ნებისმიერ დროს, დაესწრონ აქტივობებზე, დაესწრონ მშობელთა კრებებზე, რაც დიდი მხარდაჭერა იგრძნობა, ფიქრობ მათი მხრიდან. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის. ქალბატონო მსევენია, ვინ შეიძლება იყოს თქვენი ორგანიზაციის ბენეფიციარი, როგორ უნდა მოგმართოთ, ეს ძალიან ღირებული ინფორმაცია და რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღის ცენტრმა აიღოს მსურველობა ახალ ბენეფიციარზე? დღის ცენტრში ირიცხება სტატუსის მქონე ბავშვი. იცით, ეს არის ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი. შემდეგ მშობელმა უნდა მიმართოს საქართველოს სოციალური სააგენტოს დაწესებულებას, უნდა დაიწეროს განცხადება, ჩვენთან მიღება არის ვაუჩერული, სადღაც ერთი თვის ვადაში ვაუჩერი დაფინანსდება ბავშვი, შეუძლია მოიყვანოს მშობელმა, ერთი თვის განმავლობაში ამ ბავშვზე დაკვირვებას ვაწარმოებთ, უნდა ადაპტირდეს ჩვენს გარემოში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგწანდით ქალბატონო მსევენიარი, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ ვისაუბრეთ. ლინდა მესხიძე ეწვია თქვენს დღის ცენტრს თანას და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ ლინდა მესხიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ლინდა შეეცადა ის სიტყვა და სიყვარული ობიექტივით გადმოეცა, რაც იქ დახვდა, ვნახოთ სიუჟეტი და დავბრუნდებით სტუმართან ერთად ეთერში. ესინჩო მაღლობილიყო მოვიწყენდი საქმე. ძალიან მიყვარს, როცა სხვადასხვა როლებს ვთამაშობ. ყველაზე მეტად მიყვარს კონკრეტ. რატომ გიყვარს კონკრეტ? გაიზღაპარია და მაგითო. მუსიკა, ცეკვა, თამაში,
მელომანი მე მიკვალოსიკა და რომელი სიმღერა მიყვარს? ქალი მიებო ნანასა შეგიძლია წაიგებინა პატარა მონაკვეთი? ჩეკაკი კი. ქალი მიებო ნანასა ზაპა მიებო თანი ძითლალისი ამასა ძალიან დიდი მადლობა ლინდა მესხიძეს, რომელმაც გამიზნულად უკომენტაროდ ჩამოგთავაზა ის სიყვარული და სითბო, რომელიც ცენტრში დახვდა. გადაცემას ვაგრძელებთ ქალბატონ შორენა დუმბაძესთან ერთად. მოგესალმებით ქალბატონო შორენა, მადლობა რომ მოგწანდით. როგორც აღმოჩნდა, თქვენ იყავით ზარის ავტორი, თქვენ გსურდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაგიხადეთ. მადლობა იმ შრომისთვის და ღვაწლისთვის. ბუნებრივია თქვენ მოგეცემათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ საუბარი უნდა დავიწყოთ იმ სიკეთეებით, რასაც თავაზობს თან ბენეფიციარებს, იმ ცვლილებებით, რომელსაც ალბათ ადევნებთ თვალს თქვენი შვილის შემთხვევაში. რა არის ეს გარდატეხა, რამაც მადლიერების ეს უდიდესი გრძნობა გამოიწვია თქვენში? ანუ კონკრეტულად აი რაღაც ერთი მაგალითი რო ავიღო, ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ჩემი შვილი როცა გადავიდა თანაში, 18 წლის იყო და ამ დროს ვერც ფერებში ერკვევა და ვერც დათვლაში არც სიმღერა იცოდა. ნუ ფაქტიურად მხოლოდ არსებობდა ესე რა ვთქვათ რა, უჭირდა ყველა ასპექტში რაღაცის გარკვევა. თუმცა აი ამ პედაგოგების ძიძების აუცილებლების ძალიან ბევრმა შრომამ, თავდადებულმა ბრძოლამ იმისთვის, რომ თედოს მიეღწია რაღაც მიზნისთვის, მართლაც გამოიღო შედეგი და დღესდღეობით შეუძლია ის გააკეთოს, რაც ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ შეძლებდა ოდესმე თედო ამის გაკეთება. დიახ, ქალბატონო შორენა, ძალიან რთულია ნდობა. მე თავად გახლავართ მოგხსენებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და როდესაც მსგავსი აქტივობის გეგმა ჩნდებოდა ჩვენთან ოჯახში, მე მახსოვს ჩემ მშობლებს როგორ ეშინოდათ ნდობის გამოცხადება ნებისმიერი სივრცის მიმართ, მათ ჰქონდათ განცდა, რომ ვერ სად ვიქნებოდი იმაზე უკეთ, ვიდრე საკუთარ ოჯახში, ვერ ვიქნებოდი იმაზე მეტად დაცული, ვიდრე იმ კედლებში, სადაც გავიზარდე. როგორ დაძლიეთ ეს ბარიერი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან რთულია საქართველოში უპირველესი აღიარება და შემდგომი ნაბიჯები, რომელიც აი ამ აღიარებას მოყვება ხოლმე. როგორ იყო თქვენი გზა თანამდე და თანაშემდეგ? თანამდე ჩვენ ასევე მყავდა თედო ქალბატონი მაია ქათამაძის დღის ცენტრში, რომელიც იყო ბენზინში არსებულ ბაღში. და მადლობა ქალბატონ მაიასაც, რადგან იქედან წამოვიდა უკვე ნდობის ფაქტორი. ქალბატონ მაიასთან იყო პედაგოგები, რომლებსაც ვანდეთ ჩემი შვილი, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შემდეგ ესე რომ ვთქვა, ცოტა გამიჭირდა თანას პედაგოგებთან ნდობის ჩამოყალიბება, თუმცა თვითონ ისეთი ის გვიჩვენეს რა, ბავშვის მიმართ ზრუნვა, სითბო, სიყვარული, რომ ძალიან მალევე ვენდე და პირიქით ეხა დაუფიქრებლად შემიძლია, რომ ჩემი შვილი მათთან ნებისმიერ დროს რო დავტოვო, ისე რომ არ მადარდებდეს, როგორ იქნება, ან რაიმე ხო არ გაუჭირდება. დიახ, გარდა იმ უნერებისა, რომელზეც საუბრობდით, თქვენი გადასახედვიდან, როგორც მშობლის რაკურსიდან ძალიან მნიშვნელოვანია ისაუბროთ იმ გარდატეხაზე, რომელიც ფსიქოემოციურ ნაწილში ახლავს მსგავსი ცენტრების პოზიტიურ გამოცდილებას. ანუ ძალიან ბევრისგან მსმენია ესეთი რამ, რომ დღის ცენტრებში ბავშვები იძენენ ცუდ ჩვევებს ერთმანეთისგან, თუმცა ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ დღის ცენტრში თედო იყო ძალიან აგრესიული, როცა მე ვეყვანე, გამოხატავდა აგრესიას, თუმცა აი ბავშვებთან ურთიერთობა, პედაგოგების ძალისხმევა და ეს ყველაფერი, აი ეს მიპატიჟებები, კონცერტები და აღონისძიებები თავისი ის მაინც გამოიღო შედეგი და ეხა დღეს და არის დღესდღეობით ძალიან თბილი, მოსიყვარულე და ეს ყველაფერი გამოიწვია ფსიქოლოგიურმა ცვლილებებმა, რა თქმა უნდა, იქ უფრო ერთობა, რა ვიცი, თავისი ისა გარემო აქვს შექმნილი
სოციალიზაციის პროცესებში ბუნებრივია უდიდესი მხარდაჭერა და რგოლი არის ოჯახების. თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ მათგანს. იქნებ გვიამბოთ იმ განწყობის შესახებ, რომელიც უფევს სხვა ოჯახებში, რომელიც წარმოადგენს თანას ბენეფიციარებს. ჩემს პრაქტიკაში გულწრფელად ვამბობ, პირველი იყო, როდესაც რეკავდა კმაყოფილი მშობელი, ბედნიერი მშობელი და ითხოვდა მადლობის საჯაროობას, იმიტომ რომ სოციალური გადაცემის ფარგლებში მე დავეჩვიე საპირისპირო, ჩვენთან უმეტესად შემოდის პრობლემის და ნეგატივის უდიდესი ნაკადი. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მადლიერება და პოზიტიური ძვრები იყო მამოტივირებელი. როგორ აიცით, რთულია სხვისი სახელით ისაუბრო რაღაცაზე, ყოველთვის, თუმცა ეხლა ჩვენ ერთხმად შეგვიძლია, როგორც მე, ასევე სხვა მშობლებსაც, ვიცით უკვე ჩვენი აზრები ერთმანეთში გვაქვს გაზიარებული და მადლიერების მეტი არაფერი შეგვიძლია, რომ გამოვხატოთ ამ ორგანიზაციის მიმართ და თითოეულ მათი თანამშრომლის მიმართ. ასე რომ დამიჯერეთ, არის კატეგორია, რა თქმა უნდა, რომელიც ხანდახან ოჯახებშიც ხდება. რაღაც შემთხვევები, ეს შემთხვევა სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, და არც ყოფილა. არის კატეგორიები, ვინც რაღაცა არის შენიშვნებით შემოფარგლული, თუმცა ერთიანობაში ვართ მადლიერნი ყველანი. ვინ არიან თქვენი მეგობრები? ეს კითხვა დავსვით ჩვენ ქალბატონ მზევინართან, მაგრამ ეს ჭრილი მეტწილად იყო აქცენტირებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე და ფონდებზე. იქნებ გაქვთ შენიშვნები მედიასთან, ორგანიზაციებთან, ან იქნებ გჭირდებათ მეტი ყურადღება იმისთვის, რომ სოციალიზაციის პროცესები დაჩქარდეს და საზოგადოების ნაწილში ემპათიამ გაიღვიძოს უფრო აქტიურად. კი, რა თქმა უნდა, ანუ რამდენიმე დღის წინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გქონდა უნივერსიტეტის დარბაზში და იმის გამო, რომ არ იყო ტელევიზიებისგან ეს ხელმისაწვდომი, არ ვიცი რა მოხდა, ბავშვებმა ერთი ჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარეს, რომელიც შეიძლებოდა, რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყო ძალიან კარგი სანახავი და ბავშვებისთვის უფრო ადაპტირებული გარემოსთან დაკავშირებით. გვინდა, რა თქმა უნდა, რომ აი თითოეულ ღონისძიების დროს გაეცნოს საზოგადოებამ მიიღოს ისე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და არა ისე შრომოპირი. და ძალიან დიდი მადლიერი ვიქნებით თუ ჩაერთობით ჩვენს თითოეულ ამ ნაბიჯში და გააშუქებთ, რა თქმა უნდა, გჭირდება ჩვენ მხარში დგომა ტელევიზიების მიერ. ძალიან დიდი ძალა იქნება იმ მშობლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ სვამენ კითხვით ნიშნებს, თქვენი საუბარი, თქვენი რეკომენდაცია და თქვენი განწყობა. ეს იქნება ერთგვარი მაპროვოცირებელი სტიმული, როგორც მინიმუმ იქნება სტიმული. რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ოჯახებს, რომლებიც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებს სვამენ, საჭიროა თუ არა ცენტრთან ურთიერთობა და საჭიროა თუ არა სოციალიზაციის ეს ძალიან საინტერესო გზა წამოვიწყოთ ჩვენი ახლობლებისთვის, ბუნებრივია ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. როგორც მე, ალბათ ყველა დანარჩენი მშობელიც პირველი ნაბიჯების გადადგმისას ყოველთვის თავს იკავებს ესეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ მე როგორც დედა მოუწოდებ ყველას, რომ აუცილებელია, რომ თავიანთი შვილები ყავდეთ დღის ცენტრებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიმე იქ არ აჭმევენ, ან რაღაცა მოხდება პირიქით, ჩვენზე მეტად თუ აქცევენ ყურადღებას და აუცილებლობა არის, რომ ბავშვმა ისწავლოს მეგობრულ გარემოში ყოფნა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარულის დაფასება, სწავლა, იქ ყველაფერი ერთდროულად ხდება, ყველანაირი გრძნობის განვითარება ხდება აქ. ის ჩხუბია თუ იქ რაღაც წაკამათება თუ იქ სიყვარული არის ძალიან არის ამ ბავშვებისთვის საჭირო რა. ანუ წინსვლა და წარმატება თუ გვინდა, ჩვენ უნდა კიდე ერთი დღის ცენტრი უნდა გქონდეს, კიდე უფრო უნდა გაფართოვდეს და კიდე უფრო უნდა ცნობდეს საზოგადოება ამ ყველაფერს. მე რო არ მქონოდა შესაძლებლობა რომ თედომყოლოდა დღის ცენტრ თანაში, ალბათ ვერც დავსაქმდებოდი და ვერც ვერსად ვერ გავიდოდი, იმიტომ რომ ოჯახში არ არის ის პირობები, რომ ყოველთვის ვიღაც იყოს მასთან და ჩემთვის ძალიან დიდი ძალა და იმედია მისი არსებობა იქ. ქალბატონი ნანა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, მადლობა მას ამისთვის და თითოეულ მათ წევრს, ესე რომ ძალიან მადლობა ამ განწყობისთვის, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადაიხადოთ მადლობა. თქვენი მიზანიც იყო საჯარო მადლობა ამ ცენტრის მიმართ, რომელსაც ბუნებრივია ვუერთდებით ასევე ჩვენს. ძალიან დიდი მადლობა მათ თითოეული დღისთვის, ზრუნვისთვის და განსაკუთრებული სიყვარულისთვის, მაგრამ ახლა თქვენი მადლობის დროა. ზოგადად დაწესებულებებში ყველა რო ყავდეს კმაყოფილი და მადლიერი არ არსებობს, მაგრამ
მე პირადად და ჩემნაირი მდედების სახელით მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ნანა საყვარელიძეს, რომელიც არის ძალიან გულთბილი, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ამავდროულად და თითოეულ მათთაგანს, აი ეს იქნება ძიძა, აღზრდელი მასწავლებელი და მტარებელი ნებისმიერ მათთაგანს, იმიტომ რომ მათ უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ ჩვენი შვილების მიმართ. აი ჩვენ რომ მანქანაში ვაჟენთ ბავშვებს და ვაგზავნით იქედან ჩვენთან მოყვანამდე აი მთელი ცხოვრების გზა ასე ვიტყოდი აქვთ გასავლელი, მანამ ჩვენ ჩაგვაბარებენ ჩვენ შვილებს ისე ჯანსაღს და შვიდს. ამიტომ უღრმესი მადლობა და არ ვიცი, ჩვენ ვერ გამოვხატავთ იმ მადლიერებას მათ მიმართ, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებენ და ჩვენი შვილებისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ბიომეტრია არჩიეთ იმ პლატფორმად, სადაც შესაძლებლობა გექნებოდათ გამოგეხატეთ თქვენი მადლიერება. აქვე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ქალბატონი შორენე დუმბაძე გახდათ ბიომეტრიის სტუმარი. უდიდესი მადლობა დღის ცენტრ თანას, უდიდესი მადლობა და უღრმესი მადლობა ბუნებრივია უდიდეს პატივისცემასთან ერთად ქალბატონ ნანა საყვარელიძეს, რომელიც გახდათ ბიომეტრიის სტუმარი გასულ სეზონზე. მადლობა მაყურებლებს ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.